საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარს წარმოგიდგენთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო მობრძანებისთვის. პირდაპირ შეხვედრიდან მოდიხართ და ბუნებრივია, ალბათ გზაშიც გაგიჭირდათ მოსვლოთ, თორემ პირველი ბლოკი იყო დაანონსებული თქვენთვის, მაგრამ მოახერხეთ და მაინც მოხვედით ჩვენთან, იმისათვის რომ ესაუბროთ ჩვენს ტელემაყურებელს. საიდან მოდიხართ? პირველ რიგში ეს გითხარი. პირველ რიგში უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება თქვენი ეთერით ჩვენი მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ ქუთაისელებისთვის და იმერლებისთვის, ვიცი რომ ეს ძალიან საინტერესო მედია სივრცეა, დიდი ისტორიით და რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვარ ამ ყველაფრის. მოვდივარ ზესტაფონიდან დელეგატთან ერთად გქონდა ძალიან დიდი შეხვედრა, ფაქტიურად მთელი ამ პერიოდის მანძილზე ინტენსიურ კამპანიაში ვართ ჩართული, ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის ფრთიდან ვუერთდებით რიგ შემთხვევაში დელეგატებს იმ საარჩევნო კამპანიას, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების და პარტიის დონეზე ვაწარმოებთ, მაგრამ ამავდროულად ცალკე ქალთა საზოგადოებასთან გვაქვს შეხვედრები. რა თქმა უნდა, გუშინდელი დღიდან დავიწყეთ იმერეთი, ვანი, სამტრედია, ქუთაისი, ბოლო შეხვედრა ზესტაფონში იყო და იყო უზომოდ საინტერესო, არაჩვეულებრივი აუდიტორია, ემოციით, ენერგეტიკით დამუხტული და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან მესიჯზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ამ კამპანიაში მონაწილე პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა მიაწოდოს თავის ამომრჩეველს. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მხრიდან, ამიტომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია დავიწყეთ ყველაფრის მაქსიმალურად საჯარო გამოტანა, მათ შორის ისეთი უხერხული საკითხების, როგორიც თქვათ ამ ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებული რაღაც ფაქტები და კონკრეტული რაღაც შემთხვევები იყო, მათ შორის იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლის გამოც ჩვენ იძულებული ვართ, რომ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა ვაწარმოოთ და ბევრი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ და უკვე ამ ყველაფერზე დაყრდნობით ინფორმირებული მიიღოს გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ რაღაც ეს ბოლო სიტყვა უნდა იყოს ჩემი, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქართული ოცნების და ქართული ხალხის მოსაზრება, პოზიცია, დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ ეს ქვეყანა როგორ უნდა განვითარდეს, ემთხვევა ერთმანეთს, მიხარია რომ ამ დამოკიდებულებას და ამ ღირებულებებს, ამ პოლიტიკას ემთხვევა ასევე ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება და მათი მხრიდან ხშირ შემთხვევაში ზუსტადაც რომ იმ მიღებულ კანონებზე, იმ საკვანძო მომენტებში გამოთქმული პოზიტიური შეფასება და ასე თქვათ გამოხატული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გვამოტივირებს და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგევართ. გასაგებია, თქვენ აღნიშნეთ, რომ შეხვედრებს აწარმოებთ, შეხვედრები გაგრძელდება ალბათ სხვადასხვა რაიონში. ჩვენი გადაცემის და რეგიონში, ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი აღნიშნავდა, რომ მათ კოალიციას აქვთ შეხვედრები, ხვდებიან სხვადასხვა საკითხის წარმომადგენლებს და ისინი იღებენ ინფორმაციას მოსახლეობისგან და ეს ინფორმაცია მეტყველებსო იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ნაკლებად მისცემს ხმას. ეს მათი სიტყვებია, მისი სიტყვა, ქალბატონი ქეთევანის. საინტერესოა, თქვენ როგორი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ? პროგნოზებს მიღმა ჩვენ გვაქვს კონკრეტული ციფრები, კვლევები და ეს კვლევებიც, მათ შორის მათივე გაყალბებულ კვლევებშიც ხშირ შემთხვევაში ზუსტად იმ სურათს გვაჩვენებს, რაზეც ვსაუბრობთ. ქართულ ოცნებას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს არის 60%-ამდე მხარდაჭერა და რა თქმა უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაზეც ძირითადი აქცენტები გვაქვს გაკეთებული, ეს სერიოზულად რეალობა არის. ზუსტად ესეთივე განწყობები არის ამ შეხვედრებზე, განსაკუთრებით ჩვენ ახლა ხო არ ვსაუბრობთ რაღაც მიმდინარე, რაღაც წვრილ საკითხებზე, აქ რეალურად იდეოლოგიური ომი მიმდინარეობს ჩვენს და ოპონენტებს შორის და ეს იდეოლოგიური ხაზი გადის აი ეს ქვეყანა ვის როგორ წარმოგვიდგენია. ჩვენს ოპონენტებს წარმოუდგენიათ, რომ ეს ქვეყანა გარედან უნდა იმართოს, რასაც ჩასძახებენ ის უნდა ამოსძახონ, როგორც მიუთითებენ, ისე უნდა იმოქმედონ, შეიძლება ომში ქვეყნის ჩართვასაც არ შეუშინდნენ, წარმოუდგენიათ, რომ ოჯახური ღირებულებები ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ არის, არასრულწლოვანთა დაცვა მნიშვნელოვანი არ არის და პირიქით, ანუ ის პროპაგანდა, რომელიც დიდი დოზებით მოედინება ჩვენი შვილების და ზოგადად ამ ქართველი ხალხის
მიმართ თითქოს ეს არის ის რაც გვინდა ამ ჩვენს ოპონენტებს მიაჩნიათ რომ თუ სახელს გადაირქმევენ ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნებიან და შეიძლება გათეთრდნენ ან განახლდნენ რა თქმა უნდა ეს სრული სიგიჟეა და ამით ვერ დააჯერებენ საკუთარ ამორჩეულს სამწუხაროდ მე არ ვიცი წინა ბლოკში ვინც ყავდათ რომელ პარტიას წარმოადგენს მოხარული ვიქნები თუ კონკრეტულად მის პარტიაზე გავაკეთებ ასევე ასე ვთქვათ კოალიცია ცვლილებისთვის ფრაქცია ახალის თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოში ქაბატონი კეთევან ხურციძე ესე იგი ისე დაირქვეს სახელები რომ მართალია გითხრათ ვერ ხვდები ან რომელი პოლიტიკური ჯგუფია მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს პოლიტიკური პარტიები რომლებიც ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს არიან რა აერთიანებთ ამ ადამიანებს აერთიანებთ უსამშობლობა მე ძალიან წუხვა რომ ამის თქმა მიწევს თუმცა ფაქტიურად ის პროცესები რაც გამოვიარეთ ამან ძალიან კარგად დაგვანახა ყველაფერი წარმოიდგინეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც თქვენ ნახევარია უკვე მოქმედებს და მუშაობს და რომელსაც არავისთვის ამ ქვეყნის ზურგზე არ მოუტანია არანაირი ნეგატიური ეფექტი პირიქით, სადაც შეიძლებოდა რომ რაღაც ყოფილიყო ანუ საორჭოფო ან რაღაც ყოფილიყო ისეთი მაქსიმალურად გადავწყვეტა. აი ზუსტად ამას ვამბობ. ამასთან დაკავშირებით. აი რას მიემართებოდა ეს აქციები, რისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, რატომ მოსცხეს თავის ქვეყანას ჭრილი, რატომ ჩირქი, რატომ გამოაცხადეს ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება რუსული კანონის მიმღებად ეს ხო სრული სიგიჟე იყო. თუმცა შეძლეს და რაღაცა პატარა ჯგუფი ადამიანების ამ ყველაფერში დააჯერეს, ხო? დაარწმუნეს. დამეთანხმებით ალბათ რომ აქციებზე იყო ძალიან ბევრი ადამიანი მისული. მე ოპონენტებს ვერგაგიწევთ, ნამდვილად არც ვაპირებ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მაშინ როგორ მოხდა ამ ადამიანების იქ მისვლა? რატომ მივიდნენ? თუ ეს არ იყო დაუშვათ მათი ნება? მოდით ესე ვთქვათ, დიდი რაოდენობა ადამიანების პირობითია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არჩევნებზე დაახლოებით 2.100.000 დაახლოებით ამ ციფრებში ამორჩეველი მოდის. ამ პირობებში, როდესაც 20, 30, 50 ან თუნდაც 100,000 ადამიანი იკრიბება, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ ცვლიან იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც არჩევნებზე დგება, ხო? ანუ მე პატივს ვცემ ყველა ამ ადამიანის მოსაზრებას და ლოგიკურია, იქ სადაც პირობითად წინ არჩევნებზე სადღაც 500,000-მდე ხმა მიიღო, მე მგონი ნაციონალურმა მოძრაობამ თავისივე მხარდამჭერები რომ გამოიყვანოს აქციაზე, ამითი ამ ქვეყნის ბედს ვერც გადაწყვეტენ და ვერც შეცვლიან, მოდი ეს რაოდენობასთან დაკავშირებით. თუმცა ამის მიუხედავად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის თითეული ადამიანი, მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მხარდამჭერია თუ არ არის, მათი მოსაზრება და პოზიცია, მაგრამ აი ზუსტად მათ რა ადგილას იდგნენ და ვის მხარეს იდგნენ იქ მდგომი ადამიანები, ეს იყო ყველაზე დრამატული. სამწუხაროდ ამ ქვეყნის ისტორიაში, სამწუხაროდ პირველად და იმედია უკანასკნელად მოახერხეს და ახალგაზრდების რაღაცა ჯგუფი გამოიყვანეს და ამ ახალგაზრდებს იქ სადაც ეროვნული მოძრაობების დაწყებულა და სული ჩადგმია იმ მნიშვნელოვან რაღაც მოძრაობებს ამ ქვეყნის ისტორიაში ახალგაზრდებს აძახებინეს რომ არ უნდათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომ თურმე არ გჭირდება გამჭვირვალობა, რომ თურმე საქართველოს პარლამენტი, რომელიც და საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყო რუსეთი, თურმე ეხლა გახდა რუსეთი და საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, საკუთარ ხელისუფლებას იმდენი შეურაცხყოფა აყენეს, რომ ამაზე მეტი მტკივნეული ალბათ არაფერი არ იყო. თუმცა რა თქმა უნდა ხვდებით, რომ აქ საკმაოდ დიდი ფული იყო ჩადებული, დიდი ფული იხარჯებოდა, მათ შორის ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებზეც ღიად დავიწყეთ საუბარი, რომელთა გამჭვირვალობაც აუცილებელი არის, რომ იყოს უზრუნველყოფილი, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, ვინ სად ფინანსდება, რისთვის და რაში იყენებს ამ თანხებს. მათ შორის ფაქტიურად რიგი ორგანიზაციების შემთხვევაში მთელი ამ წლების მანძილზე მათში ჩადებული დაფინანსება და მათში ჩადებული თანხები უკანვე გამოითხოვეს აი ამ აქტივობის სახით და ეს ხალხი გამოიყვანეს აქციებზე და აყვირებინეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ლოზუნგები ასე ვთქვათ აძახებინეს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს აქციები ერთი მხრივ იყო ძალიან სევდიანი სანახავი, იმიტომ რომ და გულდასაწყვეტი იყო, რომ ეს მაინც შეძლეს, თუმცა რა თქმა უნდა თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ დიდი პროპაგანდით შეეცადნენ რომ ამ ხელისუფლების ამ ქვეყნის წინააღმდეგ აეგორებინათ ასე ვთქვათ რუსულის იარლიყით კამპანია მაგრამ ფაქტია რომ ამ ყველაფერს ჰქონდა მომენტალური დასასრული განსაკუთრებით ეს მომენტალური დასასრული იყო 17 მაისს
როდესაც ქართველი ხალხი ქართულ ეკლესიასთან ერთად გამოვიდა და დადგა იქ, სადაც უნდა დადგეს. ზუსტად ასეთივე სურათი გვექნება ჩვენ 26 ოქტომბერს და რასაც მე ვუყურებ, ეს არის სრული მობილიზაცია ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანების, რომლებიც მზად არიან, რომ აი ეს ეგზისტენციური არჩევანის წინაშე ვდგევართ, ჩვენ შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს იდენტობას და რაზეც ჩვენს წინაპრებს, ჩვენს გმირებს უბრძოლიათ, იმ ბრძოლით გავაგრძელებთ თუ არა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ერთხელ და სამუდამოდ ვიტყვით თუ არა, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და არავინ სხვა. გასაგებია. გასაგებია, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამ თემას, გამოიყენეთ დაზიანება, ეს სიტყვა დაზიანდა და ასევე ფული ახსენეთ იმ კონტექსტში, რომ შეიძლება ვიღაცეებს ეს ფული მიაწოდეს და მისცეს. მე მინდა დღევანდელი ინფორმაცია თქვენ იცით, რომ პლენარულ სესიაზე ჯოზეფ ბორელთან ერთად დემოკრატიის გაუარესების, საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხის განხილვა ხდებოდა. პარადოქსული უწოდა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ამ ფაქტს და როგორც კახი კალალაძემ აღნიშნა, ვიღაცას ფული მისცეს და დაიწერა აღნიშნული რეზოლუცია. ასეთ განცხადება გააკეთა ბატონმა კახი კალალაძემ. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად დღის თემაა ესა და არაფერ არ შემეძლო რომ არ მეკითხა. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ახალი არ არის არავისთვის, რომ უცხოელი პოლიტიკოსები, მათ შორის ეს ევროპარლამენტი იქნება თუ ამერიკის კონგრესი და სენატი, ისინი მუშაობენ ლობისტების მეშვეობით, განსხვავებით ქართული პარლამენტისგან, მოცემულობისგან, მათ შეუძლიათ, რომ ოფიციალურად, ასე ვთქვათ, რაღაც შეიძლება უხეშადაც უწოდოთ, მაგრამ შევადაროთ, რომ ასე ვთქვათ, მიიღონ გასამრჯელო იმისთვის, რასაც ისინი შემდგომ იტყვიან და მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ბევრი განცხადება, რაც იქიდან წამოსულა, შემდეგ გაგვირკვევია, რომ თურმე ფარას იმ გამჭვირვალობის კანონის მეშვეობით, რომელიც ამერიკას აქვს, რომ თურმე ამ ყველაფერში მათ მიუღიათ შესაბამისი ჰონორარი. ამიტომ ძალიან სერიოზული მენტალური წინსვლა მოხდა ქართულ საზოგადოებაში, ვგულისხმობ იმას, რომ თუ წლების წინ პირობითად ერთი რომელიღაც ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადება შეეძლო, რომ აეყირავებინა მთელი სიტუაცია და რაღაცა სასწაული ემოციები გამოეწვია, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ძალიან გაიზარდა პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, კარგად იცის, რომ ამ განცხადების უკან შეიძლება იდგეს კონკრეტული ინტერესები, კონკრეტული ფულადი დაინტერესება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ამის მიღმა ჩვენ ასევე გვისაუბრია ხშირად იმასთან დაკავშირებით, რომ არა მხოლოდ აი ამ ფულის ან სხვა ინტერესების გამო, ზოგადად ძალიან ბევრი პოლიტიკური დინება არის, მათ შორის დასავლეთშიც და ის საომარი დღის წესრიგი, რომელიც შექმნილია და ის ძალები, რომელსაც ძალიან სურს, რომ საქართველოს ამ საომარი დღის წესრიგის მონაწილე გახდეს, რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ იშურებენ და თავიანთ ასე ვთქვათ, მათ გავლენის ქვეშ მყოფ პოლიტიკოსებს ძალიან აქტიურად ამუშავებენ საქართველოს წინააღმდეგ. მოკლედ, რა დემოკრატიის გაუარესებაზე გვაქვს საუბარი, როდესაც პირობითად ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან და ანუ მოსაკლავად იმეტებენ და ძალიან ბევრი საეჭო გარემოება არის. მე არაფერი არ მინდა რომ რაღაც დადასტურებულად თქვა, თუმცა ალბათ ვადევნებ თვალყურს და მათ შორის თავად ამერიკის წინასაარჩევნო პროცესიც გვაჩვენებს, როგორი გახლეჩილი არის იქაური საზოგადოება და მთლიანად დასავლური საზოგადოება, იმიტომ რომ ევროპაშიც ძალიან აქტიურად მოდის უფრო ეროვნულ საკითხებზე მომუშავე პოლიტიკური ჯგუფები და მათ შორის ნელ-ნელა ეს ლიბერალური პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკური ძალები ნელ-ნელა სუსტდებიან, ხო? იმიტომ რომ ადამიანებმა უკვე დააფიქსირეს, რომ სად მივყევართ ამ ფსევდოლიბერალიზმს, რომელიც ანგრევს ჩვენს იდენტობას, ანგრევს ჩვენს უნიკალურობას და რა თქმა უნდა, სადაც უნდა გაჩერდეს და ზუსტად აი ეს წერტილი დავსვით ჩვენ ახლა ამაზე ვესაუბრებით ჩვენ საზოგადოებას და ერთ ვიტყვი რომ არ არსებობს კონკრეტულ ფაქტებზე და რეალობაზე დაფუძნებული არც ერთი კვლევა, არც ერთი რეიტინგი, სადაც საქართველოს
თუ ნომერ პირველი ქვეყანა არა 10-ულში არ იყოს და საუკეთესო 20-ულში არ იყოს, ხო? ეს ბიუჯეტის გამჭვირვალობა იქნება, ეკონომიკური წინსვლა იქნება, დემოკრატიის პრინციპები, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი, ბევრი, ყველა ის კვლევა, რომელიც და რეიტინგიც, რომელიც უამრავია და არაერთხელ გამოგვიქვეყნები, აღიარებს საქართველოს განვითარების ძალიან დიდ ნახტომს და ბოლოს თავად ეკონომიკური ზრდა. ეს ქვეყანა იმსახურებს მშვიდობას, ჩვენი ხალხი იმსახურებს, რომ როგორც შიდა სტაბილურობით, ასევე საგარეო მშვიდი მოცემულობით განვითარდეს, მიეცეთ საშუალება, რომ იმუშაონ, შექმნან დოვლათი და ზუსტად გუშინ ქონდა პრემიერ-მინისტრს პროგრამის წარდგენა, სადაც ამის შესახებ ვისაუბრეთ, რომ ქართული ეკონომიკა 2012 წლიდან დღემდე 3-ჯერ გაიზარდა. აი, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია, პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაცია გააკეთა საარჩევნო პროგრამის, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები და ჩაშლილი იყო ეს დეტალურად. მე მინდოდა, რომ თქვენ ძალიან მოკლედ გესაუბროთ ამის შესახებ, იმიტომ რომ საზოგადოებამ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიიღო 2012 წლიდან დღემდე და დაანონსებული ასევე 2028 წლის სავარაუდო მონაცემები ყველა დარგში. კი, ზუსტად პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო პროგრამა, სადაც გაანალიზებული იყო ერთი მხრივ რა შევძელით ჩვენ საზოგადოებასთან ერთად და სად მივდივართ და რას ვპირდებით და რას გავაკეთებთ, იმდენად მასშტაბური იყო, რომ გამიჭირდება აი რაღაცა იქიდან ძირითადი რამდენიმე საკითხი ამოვიღოთ, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით გვაქვს დრამატული ცვლილება უკეთესობისკენ, ყველა მიმართულებით დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, დემოკრატიიდან, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი აბსოლუტურად აჩვენებს იმას, რომ ეს ქვეყანა 3-ჯერ უფრო ძლიერი არის ეკონომიკურად და 3-ჯერ უფრო მეტად კეთილდღეობა არის თითოეულ ოჯახში შესული, ვიდრე ის იყო 2012 წელს. თუმცა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მაგალითად სიღარიბის მაჩვენებელი თუ ჩვენ დაგვხვდა 30%-იანი მაჩვენებელი, დღეს 11%-ია და გვიხარია, რომ ეს შევძელით, მაგრამ 11%-იც ბევრია და პრემიერის ინიციატივა და პრემიერის დაპირებაც ის არის, რომ ეს 4%-ამდე უნდა ჩამოვიდეს და რადიკალურად უნდა შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არის, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი. თუნდაც მაგალითად ის ფაქტორი, რომ სხვადასხვა სექტორში, ეხლა მასწავლებლების საუკეთესო მაგალითი არის ამისი, რომ ღირსეული ანაზღაურება გახდა უკვე მათი რეალობა და მიხარია, რომ ბაღების შემთხვევაშიც ანაზღაურება გაიზრდება, მათ შორის სისტემატიური ზრდა იქნება და სხვადასხვა პროფესიული მიმართულებებით. პენსიების ზრდაზეც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ უკაცრავად ყველა პოლიტიკური სუბიექტი აბსოლუტურად საუბრობს დღეს პენსიების, მოდი ასე ვთქვათ, კატასტროფულ ზრდაზე, რამდენად რეალურია ეს იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების საპენსიო ზრდა უფრო ლიბერალურია, უფრო ნელ-ნელა პრემიერ-მინისტრმა არ დაასახელა კოლოსალური ციფრი, თუმცა აღნიშნა, რომ პენსიების მატება იქნება. ძალიან სწორი სიტყვა გამოიყენეთ, ნამდვილად რაღაც არარეალური და ესეთი არაბუნებრივი არის ის, რასაც ოპოზიციური პარტიები ასე ვთქვათ ცდილობენ, რომ ჩვენს პენსიონერებს დააჯერონ და რაღაცნაირად ამითი მაინც მიიმხრონ. მე გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში 835,000-ზე ცოტა მეტი პენსიონერია. ამავე დროს მინდა იცოდეთ, რომ დასაქმებული არის სადღაც 1,400,000-მდე. ანუ ფაქტიურად დასაქმებული ადამიანები ერთი იმდენ რაოდენობა პენსიონერს ჩვენივე გადახდელი გადასახადებით ვცდილობთ, რომ რაღაცა ღირსეულ თანხასთან მიახლოებული პენსიით უზრუნველყოთ, ხო? თუმცა ამ ყველაფრის საშუალება უნდა მოგცეს ეკონომიკურმა ზრდამ და ზუსტად პროპორციულად არის გაზრდილი 2012 წელს 125 ლარი იყო თუ არ ვცდები და 350 ლარიდან 400 რაღაც ლარამდე არის სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით პენსია და იდენტურად ეკონომიკაც 3-ჯერ უფრო გავზარდეთ, შესაბამისად პენსიებიც 3-ჯერ უფრო გაიზარდა, იმიტომ რომ თუ ჩვენი ეკონომიკა არ მოგცემს ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი დაპირება არის, რომ ერთ დღეში უცბად რაღაც პირობითად აი ეს გიჟური დაპირება ლელოსი 1000 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით გირჩმა ყველაზე უკეთესად უპასუხა მათ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ პირობითად რომ წარმოიდგინოთ 1000 ლარიანი პენსიის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება დღეს სადღაც 3,400,000-მდე არის პენსიის ბიუჯეტი და რომ გავზარდოთ 1000 ლარამდე დამატებით 6-დან 7 მილიარდამდე არის საჭირო. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი არის 31 მილიარდი
და 6-7 მილიარდი დამატებით ნიშნავს, რომ სადღაც 20-25%-იანი ზრდით უნდა გაზარდო ბიუჯეტი. ანუ ეს ისეთი არარეალური დაპირება არის, რომ ლელო არ გეგმავს, რომ ხელისუფლებაში მოვა, იმიტომ და შესაბამისად იტყუება ძალიან თამამად, იმიტომ რომ არ მოუწევს ამის შესრულება. მეორე, ან გეგმავს, რომ მოვიდეს და ეს ცოტა აბსურდი არის, მაგრამ თუ მოვა მერწმუნეთ, რომ ეს ქვეყანა იმ შემადგენლობით, რომლითაც კოალიციურად თითქოს ოპოზიცია მოდის, აუცილებლად გახვევს ამ ქვეყანას რაღაც კატასტროფა მდგომარეობაში და იმ დღის წესრიგში ჩაერთვება, რისი წინააღმდეგად ჩვენ წავედით, საომარი დღის წესრიგი, ან ნაცური მეთოდებით ისე გადაგვივლიან ადამიანებს, როგორც ჩვევიათ ეს და რასაც არიან მიჩვეული, რომ შემდეგ პენსიები აღარავის აღარ გაგვახსენდეს, ხო? ამიტომ ეს დაპირება იმხელა აბსურდს მოიცავს, რომ ამ სამიდან რომელიღაცა ერთი არის საფუძველი სითამამისა, თავხედობისა, რითიც ლელო აი ამ რაღაცა არარეალურ დაპირებას გასცემს. ამიტომ ჩვენ არ გვინდა არაფერი არარეალურის თქმა. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რასაც ვამბობთ, იმიტომ რომ რაც აქამდე გვიკეთებია ზუსტად ამ პრინციპით და ასევე ვიცით, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვდივართ ისევ ხელისუფლებაში და ჩვენი დაპირება არ უნდა იყოს არარეალისტური. მიუხედავად იმისა, რომ გულით მინდა, რომ პენსია 1000-ით და უფრო მეტიც იყოს, მაგრამ ჩვენი მოტივი არ არის, რომ ამომრჩეველი რაიმე ისეთი ლამაზი დაპირებით მოვატყუოთ და ამითი გამოვძალოთ მისი კეთილგანწყობა. გასაგებია. აუცილებლად მინდა კიდევ რაღაც საკითხებს შევეხო, განსაკუთრებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომელსაც ვადა ფაქტობრივად ეწურება, მაგრამ ქართული ოცნება აანონსებს უკვე მეორე იმპიჩმენტს და ვადაზე ადრე მოსწრებას პრეზიდენტის გაშვებისა და არა დაუშვათ ვადის ამოწურვისა. როგორი პროგნოზი შეიძლება გააკეთოთ თქვენ? ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი, რომ ადამიანი, რომელმაც შეურაცხო პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც არის სრულიად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული, ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, რის ერთგულიც უნდა ყოფილიყო და ის დაპირებები, რაც ჩვენს ამომრჩეველს მისცა რეალურად, იმიტომ რომ მას ამომრჩეველი არ ყავს. ახლა უკვე ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ფლანგზე გადაინაცვლა, ფაქტიურად ესე სარგებლობს და ესე შეიწოვს სხვა პარტიულ რესურსებს. ეს ადამიანი უნდა იყოს აუცილებლად სათანადოდ შეფასებული და ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტის დეკლარირება არის კიდევ ერთი მოტივი ჩვენი ამომრჩევლისთვის, რატომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ამ ადამიანს სალომე ზურაბიშვილს საკადრისი პასუხი გასცეს არჩეულმა ხელისუფლებამ. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ ფიქრობთ და თუ თქვენს ასევე ხედავთ ამ ადამიანის მოქმედებებს, მათ შორის იმ უამრავ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელთაც ის დადიოდა ევროპის სხვადასხვა პლატფორმებზე და საკუთარ ქვეყანას აზიანებდა და ყიდდა რაღაც როგორც პრორუსულს, რაღაც საოცრებებს აკეთებდა, ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს სათანადოდ, იმიტომ რომ ყველა მომდევნო პრეზიდენტმა რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, უცნაური თანამდებობა არის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტის სკამზე მყოფი ადამიანები სრულებით კარგავენ თავის სახეს, მიხეილ სააკაშვილიდან დაიწყო ეს სახის დაკარგვა და შემდეგ არც ერთს არ დაურღვევია სამწუხაროდ ეს ტრადიცია, ამიტომ სახელდაკარგული სალომე ზურაბიშვილი სათანადოდ უნდა გასამართლდეს პოლიტიკურად და ზუსტადაც რომ პოლიტიკური გასამართლება იქნება მისთვის იმპიჩმენტი, იმიტომ რომ ყველა მომდევნო უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება არ ეპატიება არც ისეთ თანამდებობის პირს, როგორიც არის პრეზიდენტი. გასაგებია, საინტერესოა ეს როგორ მოხდება იმ ფონზე, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტი უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევს. ესეც არაკონსტიტუციური მინდა გითხრათ, პრეზიდენტი უნდა იყოს აყალიბებს, ასე ვთქვათ, ოპოზიციასთან ერთად და ემზადება, ასე ვთქვათ, 27 ოქტომბრისთვის. პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ამითიც ის არღვევს და გარკვეულწილად რაღაც თავის ამბიციებს ვერ იოკებს და უნდა რომ ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცის, რომ მას სიმბოლური პოზიცია და თანამდებობა უჭირავს. ერთს ვეტყვი ჩვენ საზოგადოებას, საქართველოში ეტყობა ძალიან ცუდად მოქმედებს ერთპიროვნული რაღაცა თანამდებობა, ხო? აი პარლამენტი არის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და თუნდაც ვთქვათ უმრავლესობაში, ამ შემთხვევაში 84 დეპუტატი ვარ და იქ თითოეული
დეპუტატის პოზიციას, შეჯერებას ერთმანეთში კონსენსუსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ერთპიროვნულ გაწყვეტილებას არავინ არ იღებს. ეს ქალი სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად წოდებული, მან ჩათვალა, რომ ის ერთპიროვნული მმართველი არის თავის სივრცეში და აი ამ ერთპიროვნულობის ეშხში შესულმა გადათელა ყველაფერი, რაც შეიძლება რომ იყოს მნიშვნელოვანი. გასაგებია, პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, რომელიც ქალია, თქვენ ქალი სტუმარი ხართ, პირველი ბლოკის სტუმარი. ქალი მყავდა და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ქალი პოლიტიკაში. ქალები ყველგან მნიშვნელოვანი ვართ, ეს ქვეყანა დიდწილად ქალებზე დგას ისტორიულადაც, მე უზომოდ დიდს ვხედავ ქალების როლს ამორჩევნებზეც და ზოგადად ამ ქვეყნის განვითარებაში ქალების გაძლიერების 10 წლეული უკავშირდება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ქალების უფლებებისთვის, ქალების შესაძლებლობისთვის, ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის არავის არასდროს იმის ნახევრიც კი არ გაუკეთებია, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო 10 წელიწადში და ვამაყობ ამითი, იმიტომ რომ სწორედ ამ სფეროში ვარ, მე მიხარია რომ სტატისტიკად შესაბამისად იცვლება, ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო ისეთი მტკივნეული გადმონაშთი იყო საბჭოთა პერიოდიდან დღეს ამის წინააღმდეგ ისე გავიბრძოლეთ, რომ დიდწილად შეცვლილი არის მენტალობა და თუმცა მაინც ძალიან ცუდი ფაქტების მოწმეები. რა თქმა უნდა, მაგრამ რაც უფრო მეტი ქალი ამოიღებს ამ ყოველფრის წინააღმდეგ ხმას, მე მინდა მათ იცოდნენ, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას. სამართალდამცავი სისტემიდან დაწყებული სოციალური დახმარებით, კრიზისული ცენტრებით, სახელმწიფო პოლიტიკით ეს ყველაფერი მათთვის იქნება და კიდევ უფრო მეც გავაკეთებთ, მაგრამ არა მხოლოდ. ქალების კვოტა აწარმოეს საქართველოში ეკონომიკურ მიმართულებებში უკვე მოგცა სურათი რომ 50%-იანი დაფინანსება უკვე ქალებს მიემართებათ ამ დაფინანსებული პროექტებიდან სოფლის მეურნეობაში ქალებზე მორგებული სპეციალური პროგრამები განათლებაში ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის აუცილებლობა და წახალისება და სპეციალური რაღაცა კვოტები მათ შორის ჯიტას პირობებში მე ასევე მინდა მოგილოცოთ პრემიერმა დაანონსა რომ ქუთაისი გახდება ტექნოლოგიური ჰაბი ეს არის საინტერესო გეგმა ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ამ ისტორიული ქალაქისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგი ეთერი ჩვენი იქნება ზუსტადაც რომ აი ტექნოლოგიური ჰაბის იმ გაძლიერებული ქუთაისის აი ამ შესაძლებლობების სრული და მასშტაბური გამოყენების პირობებში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შესაძლებლობა რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მივმართოთ. ხავტო ნინო მე მინდოდა დამესრულებინა მაგრამ ახსენეთ ტექნოლოგიური ჰაბი და მომილოცეთ ფაქტობრივად მაგრამ აქვე უნდა გითხრათ რომ წინა არჩევნების პერიოდში სხვადასხვა არჩევნების პერიოდში და საქართველოს რატომღაც მდიდარია არჩევნებით არ ვიცი სხვა ქვეყნებში ალბათ ასე ხდება ყოველთვის ვეუბნებოდნენ პარლამენტის შესახებაც რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ძალიან კარგად იმოქმედებდა თუმცა დღეს პარლამენტი ქუთაისში აღარ არის და ამის რიგი მიზეზები დასახელდა როგორც სამთავრობო სტრუქტურებიდან ასევე ოპოზიციის მხრიდან მე ამის განხილვას არ შეუდგები მაგრამ ტექნოლოგიური ჰაბი რამდენად იქნება ქუთაისისთვის მომგებიანი მე მინდა რომ იყოს მომგებიანი ზუსტად რომ კომერციულად მომგებიანი აუცილებლად იქნება საპარლამენტო ქუთაისი გაარწმუნებთ რომ მაინც რჩება დღის წესრიგში ქუთაისელების ძალიან დიდი ნაწილის ეს სურვილი ჯერ კიდევ არსებობს ესე იგი მე ვიყავი წინამოწვევის პარლამენტის წევრი და მქონდა ბედნიერება რომ ქუთაისში ყოფილიყავი იმ პარლამენტის შენობაში მემუშავა ჩემთვის იყო ეს ერთ-ერთი დაუვიწყარი პერიოდი იმიტომ რომ მართლა სულ სხვა შეგრძნება არის ქუთაისში თუმცა მინდა გითხრათ რომ მე ვფიქრობ იმ პროცესებიდან გამომდინარე რომელიც პარლამენტის წინ სისტემატურად ვითარდება და რა რისკის ქვეშაც არის პარლამენტის შენობა და როგორი აურზაური როგორი ნეგატიური ასე ვთქვათ პროცესებით ვითარდება ეს პირიქით დამაზიანებელი იქნებოდა ქუთაისის თუნდაც ტურისტული პოტენციალისთვის იმ სიმშვიდისთვის რომელიც ამ ქალაქს ამშვენებს და იმ რაღაცა ჯანსაღი გარემოსთვის ვერ დაგეთანხმებით იყოს ცოტა ხმაურიანი ამ კუთხით ქუთაისი და გავტვირთავდით არ ვიცი რამდენად შემდეგში რეალობაში იმიტომ რომ ჩვენი პროცესის მონაწილე ვარ და ეს ძალიან უსიამოვნო არის ფაქტობრივად თბილისში ტურისტული ნაკადებით ადამიანების შეკრებები ან ყველაფერი ირევა იმ პერიოდში და წარმოიდგინეთ წელიწადში სადაც 3-4 თვე შეიძლება ისეთი არეულობა იყოს მე არ მგონია რომ ეს ჯანსაღი იყოს ქუთაისში თუმცა გარწმუნებთ რომ ეკონომიკურად კომერციულად და ასევე პოტენციურად ქალაქის აღორძინებისთვის ტექნოლოგიური ჰაბი არის გაცილებით დიდი შესაძლებლობა გასაგებია ნება მომეცით რომ მე საპარლამენტო ქუთაისიც
possible-და გადაცემის ბოლოს გვანიშნებენ უკვე რომ უნდა დავასრულოთ, თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო და ბევრი საკითხი დამრჩა. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამ მომრჩეველს ჩვენი ეთერის მეშვეობით, იმიტომ რომ სულ რაღაც მე მგონი 17 დღე შეარჩევნებია. ნამდვილად ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტოს, ვის აძლევს საკუთარი ხმის გამოყენების, საკუთარი ქვეყნის მართვის მანდატს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არც ერთხელ არ გაუცრუებია იმედი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც საკვანძო იყო, რომ მდგარიყავით იქ, სადაც ვიდექით, რომ საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახები და ჩვენი უახლოესი ადამიანები გაგვეწირა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო და ჩვენი პირველი ლიდერიდან, ბიძინა ივანიშვილიდან მოყოლებული თითეული ჩვენგანით გაგრძელებული ჩვენ ამ ქვეყნის დაცვისთვის ვართ ჯარისკაცები და ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩეველი, ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს გააკეთებს ქართულ არჩევანს, ქართული ოცნების სასარგებლოდ. უღრმესი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ ნინო წილოსანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მე ამ ფორმატით გემშვიდობებით, სამშაბათს 19 საათზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.